ვარ ანა ვოლკაძე, 11 წლის. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, მუსიკა, წერა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ ცერულში. მახსოვს პირველი დღე ცერულში რომ მივედი. იქ იმიტომ მივედი რომ ჩემი ძმების მეგობრები დადიოდნენ და ისე აღწერეს ანსამბლი ცერული რომ მეც მომინდა შესვლა და მასწავლებელი ისეთ თბილ სიტყვებს მეუბნებოდა პირველ დღეს რომ მაშინ ვერ შემიყვარდა იქ ყოფნა. ჩემი ქორეოგრაფებია დიანა დუმბაძე და ნუკრილ ნაბარძე. ორივე მხიარული და ერთმანეთზე უკეთესი მასწავლებლებია. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ცერებზე ასვლა, სწორად გამართვა წელში, იმიტომ რომ ბალანსს დიდად ვერ ვიკავებ, მაგრამ ყველაზე მარტივი იყო აი ხელების მაღლა აწევა, განზე გაწევა, დატრიალება და ეს. ჩემი საყვარელი ცეკვა მთიულური. საყვარელი ლილითია აი ეს. უკვე მქონდა 5 კონცერტი და 2 გასტროლი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბოლო გასტროლი ანტალიაში. კარგადაც გაერთეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი იტალიაში. მე ვაპირებ ვიცეკვო იქამდე სანამ არ დავბერდები. მე ასევე მიყვარს მუსიკა, ვსწავლობ მელიტონ ბალაჩევაძის მუსიკალურში, ვარ მე-5 კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოზე. ფორტეპიანო იმიტომ შევარჩიე, რომ ძალიან ლამაზი ჟღერადობა აქვს. მეთიმეტეს რომ სახლში გვაქვს ფორტეპიანო და ბავშვობიდან მესმის მისი ხმა. დედიკოც უკრავს და ბებიაც და მუსიკით გამილამაზეს ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 9 წლის ასაკში. მომწონს დიდი რომ ვარ, მაგრამ უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. ფორტეპიანოზე გარდა კიდე მინდა ვუკრავდე გიტარას. მუსიკაში ჩემი მასწავლებელია ხათუნა ლოსებერიძე, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და კეთილი მასწავლებელია. წელს მექნება პირველი კონცერტი და ერთი სული მაქვს დავუკრა დის სცენას. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია გია ყანჩელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კეთილი მასწავლებლები არიან, არ უყვერიათ ჯერ. მხიარულები არიან, ბედნიერები და გაკვეთილზე, ასე ვთქვათ, მხიარულებაში მოვაქვთ და არასდროს არ ვართ მოწყენილები. მიყვარს ჩემი კლასელები, რომლებიც როდესაც შევდივარ კლასში, ასე მგონია, მეორე ოჯახი მხვდება და ძალიან თავისუფლად ვგრძნობ მათთან თავს. ნამდვილად ჩემს სახელს ვაჩენ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სკოლაში წასვლა ჩემთვის არის დღესასწაული. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია ნინო ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია ანასტასია აბულაძე. ყველაზე ცელქია გიორგი კაკაბაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნუკი შარაშიძე. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე და მიყვარს ლაპარაკი. ჩემ თავზე ლამაზი რომ თქვა უხერხულია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ნინო ვარშანიძე, მასწავლის ინგლისურს. ის არის მხიარული, ბედნიერი, მშვიდი, გაწონასწორებული და ლამაზი. ბედნიერი იმიტომ მგონია რომ ჩვენი კლასი ყავს. რომ გავესწრები, მინდა გამოვიდე დიზაინერი, მწერალი და მოცეკვავე. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ბალერინა. ახლა მინდა ვიყო 29 წლის, იმიტომ რომ ამ დროს მაქვს ოქროს დაბადების დღე. ამ დაბადების დღეზე საჩუქრად ველოდები ლამაზ ოქროს ყელსაბამს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი 2 ტყუპი ძმა. მეტი და-ძმა აღარ მინდა, რადგან ესენიც მყოფნიან ნერვების მოსაშლელად. ჩემი ძმები არიან 8 წლის და ქვიათ თომა და მათი. თომა არის უფრო ზარმაცი, მათი არის უფრო მხიარული. ჩემი აზრით თომა გამოვა პოლიციელი და მათი გამოვა მეზღვაური. მამა არის შრომის მოყვარე, მშვიდი ადამიანი და ბედნიერი. მე ვარ მამიკას გოგო. დედიკო არის ლამაზი, მსრუნველი და მხიარული. ვარ კარგი დიასახლის და ეს არის დედიკოს დამსახურება. ცდილობ სახლი არავრიო და ზოგჯერ საჭმელებსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო მოხარშული კარტოფილი. ახალ ყველაზე კარგად გამომდის პიცის გამოცხობა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ანე ფრანკეს დღეულები. ჩემი პირველი წიგნი იყო ბურატინოს თავგადასავალი. სიამოვნებით წავიკითხე ეს წიგნი, მაგრამ მივხვდი რომ სათავგადასავლო წიგნები არ მიყვარს და დავიწყე ძიება. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. მყავს კარგი მეგობრები და ვამოყობ მათით. შედოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ ძველ კლასს აღადგენდი, რადგან კლასი დაიშალა. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძელა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძელა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. თავისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად ანა რომ არ მერქვას, მერქმეოდა მარიამი. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად ყოფნა, ოჯახთან ერთად მოგზაურობა. საჭმლის მომზადება, წერა და კითხვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.